ვარ ემილია 37 წლის. სწავლობ მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, მუსიკა და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ჩემი ჯიშის სწავლება ძალიან კარგად ხატავს. ყველაზე ხშირად ხატავს სხვადასხვანაირ ზოლებს. ანუ ეს არის გავრცელებული ხაზები და კიდევ რაღაცას ვუმატებ. ზის ხატვაც ვიცი. ზის, ყვავილის, სახლის, ცის, ადამიანების. ყველაზე ძნელია დიდი ადამიანის დახატვა. არა, უბრალოდ სახატავი დიდი არ მაქვს უმაქაილა დავხატო. ყველაზე ადვილია ცის და ღრუბლების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია იასმინის ფერი და არ მიყვარს შავი. შავი იმიტომ არ მიყვარს, რომ არ უხდება არაფერს შავი ფერი. სახლში ჩემ კუთხეში ვაწყობ პატარა გამოფენებს. მინდა ქუჩაში მქონდეს დიდი გამოფენა. ჩემთვის გვერდით დავშვებოდი და მშვიდად დავხატავდი. გაყიდვა იმიტომ არ მინდა, რომ დიდი რომ გავიждები, მერე დავათვალიერო. რომ ყიდღე თითო ნახატი იღირება 5 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, იმისთვის დავხარჯავდი, რომ საცოდავი ხალხნი რომ არიან, იმას მივცემდი. პირველად ჩემთვის ვიყიდდი 5 სართულიან სახლს. კიდევ ბათუმში ავაშენდი უფასო ზოოპარკს. ძალიან მეყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ შიგნით ლამაზი რაღაცები ხდება. კიდევ იქ ძალიან კარგად მექცევიან მასწავლებლები. ძალიან ბევრი მეგობრები მყავს და ასე შემდეგ. ჩემ კლასში ყველაზე მხიარელია ლაზარე გორგაძე. ყველაზე მშვიდია ანდრია დიასამიძე. ყველაზე ბედნიერია ვიკა. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და დამჯერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამარ შალიკაძე. იმიტომ რომ ჩემი დამრიგებელია, ძალიან კარგად მექცევა, შენიშვნას არ მცემს, ლამაზად მექცევა და ტესტებში ძალიან კარგად ვიქცევი. რომ გავიდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი მაღაზიის გამყიდველი. ახლა მინდა ვიყო 8 წლის, რომ ტესტები უფრო მეტი მომცენ. სახლში ცხოვრობ მე, მამა, დედა, ბებია, ბაბუა, ჩემი კიდევ ერთი ბებია, ჩემი 2 ბებია და ჩემი 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 5 და 2 ძმა და 2 ბებია. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ნოე. ის არის ცალკი. ჭკვიანი, მამაცი, ძალიან უყვარს დედას დახმარება და კიდევ ჩემთან საქმეების გაკეთება. ჩემი აზრით ნოე რომ გაიდება, გამოვა პოლიციელი. მეორე ძმა არის 10 თვის და ქვია ნიკოლოზი. ნიკოლს უყვარს ძალიან ბევრი წყარის დალევა, ჭამა. კიდევ უყვარს დედიკოს გაბრაზება, დედიკოსთან გამოყოლა და კიდევ გასეირნება. ნიკოლზე ალბათ გამოვა მეხანძრე. მამიკო არის მზრუნველი, დამცველი და მხიარული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და განათლებული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული მწვადი. მეც იცი საჭმელებს გაკეთება. პირველად საჭმელი რომ გამოკეთე ვიყავი 5 წლის. მაშინ ერთად გავაკეთე ბორანი და ხინკალი. ახლა ყველაზე გემრიელ აწვევ კარტოფილს. მე ასევე მიყვარს სიმღერა და ძალიან კარგად ვერი. 5 წელია მღეროდი სტუდია BMC Kids-ში. მე იმიტომ გამოვიდი რომ გავიზარდე. 5-ჯერ მქონდა კონცერტი. ყველაზე მეტად მომეწონა მე-5, იმიტომ რომ იქაურობ ძალიან ლამაზი იყო, ვიცეკვე, ვიმღერე, კიდევ ვითამაშეთ. ჭამე იქა. მოკლედ ძალიან გმაყოფილი გავრჩი. ჩემი საყვარელი სიმღერა ანა და ვანა. ქართულიცის ლაჟვარდები ჩვენი ლურჯი სამოსია, საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია. სიხარულის წრემლი დაგდის უკვდავების წყაროსია, საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია. დიდი ვეფხვის წყალოსანი ჩვენი წიგნის თაროსია, გაიხედე მზე ამოდის სამომავლოდ აროსია, საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია. BMC Kids-ში მასწავლებდნენ ცეკვასაც. ჩემი საყვარელი ცეკვაა კენტაური. ანუ
ასე ფეხს დავდგამდი და მე ასე შევწირალებდი და ასე გამოვუბრუნდებოდი მე ისევ წინ მხარე. აი ეგაა ჩემი საყვარელი ილეთი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ძალიან მინდა მე რომ ვიყო დედაენის ავტორი. ჩემი საყვარელი ფილმია ველური რობოტი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ბათუმის ზოოპარკში ცხოველებს. სამგზავრო სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილეობამ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ლეკვი. შემდეგ მონაწილეობს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ყველაზე მეტად რისი გაკეთება უყვარს? ბედნიერება არის ლამაზი ეზო და სახლის მოკვახტავება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.